განსაკუთრებით დიდოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვაში ბრალდებულ ჟურნალისტ ნიკა კაციას პროცესზე კი დღეს დაცვის მხარის ორი მოწმენდა იკითხება, როგორც კაციას ადვოკატმა განაცხადა, სამხარაულის ექსპერტი დაადასტურებს, რომ პაკეტზე, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იყო, კაციას დიდი საანაბეჭდები არ აღმოჩნდა. მეორე მოწმე კი კაციას მეგობარია და ადვოკატის თქმით ისაუბრებს, რომ კაცია დაკავების დღეს აქციაზე მიდიოდა. ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით კი პაკეტზე, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, კაციას დნმ იყო. აღნიშნულ ექსპერტიზას არენდობა დაცვის მხარე და განმარტავს, რომ კაციას ნერწყვის ნიმუში ბრალდებამ პაკეტზე გადაიტანა და ასე გააყალბა. მუხლი, რომთაც კაციას ედავებიან 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დღეს სასამართლოზე დაიკითხება ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ნიკოლოზ კაციასგან ამოღებულ გადასაფუთ პაკეტზე არ არის ნიკოლოზ კაციას თითის ანაბეჭდი, შესაბამისად საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახლავთ ეს. ასევე დღეს დაიკითხება ნიკოლოზ კაციას მეგობარი, რომელიც უშუალოდ ელოდებოდა და შეთანხმებული იყო, რომ აქციაზე უნდა მისულიყო ნიკოლოზ კაცია და მას უნდა შეხვედროდა და არაპირებდა არსად სხვაგან გადაადგილებას და წასვლას. შესაბამისად დღეს მიცემული ასე ვთქვათ ინფორმაცია არსებითად მნიშვნელოვანია სასამართლოსთვის და დაცვის მხარისთვის.